ხმის წინ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მათ არ გადახედეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მზია ამაღლობელი ისევ 2 წლით პატიმრობაში დატოვეს. რა თქმა უნდა, მოსამართლეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში დღეს ხმაური მოჰყვა და მზია ამაღლობელის კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა საპროტესტო შეძახილების ფონზე გააცილეს მოსამართლეთა კოლეგიის წევრები დღეს სხდომათა დარბაზიდან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ისეთივე უსამართლოა, როგორც ჯერ კიდევ 6 აგვისტოს მოსამართლე ნინოს სახელაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. თავად მზია ამაღლობელი დღეს სხდომათა დარბაზიდან და სააპელაციო სასამართლოდან გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს და მაშინ, როდესაც პენიტენციური სამსახურის ავტომობილი დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა, ისმოდა კოლეგების და მეგობრების შეძახილები ბოლომდე გამარჯვებამდე თავისუფლება მზია ამაღლობელს. დღეს თავად სასამართლო პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ადვოკატები უფლებადამცველები ცდილობდნენ, რომ დაერწმუნებიათ მოსამართლეთა კოლეგიის წევრები, რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში და ის არის სისტემის მსხვერპლი. ადვოკატმა მზიამ წარიაშვილმა, რა თქმა უნდა, გააკეთა მედიასთან კომენტარი, მას შემდეგ რაც სხდომა დასრულდა და მან ტელეკამერებთან და მედიასთან კიდევ ერთხელ თქვა ის, რომ მზია ამაღლობელი არის სისტემის პატიმარი და რომ მოსამართლეების ამ შემადგენლობამ დღეს კიდევ ერთხელ მისცა უფლება სისტემას, რომ ადამიანებს ისე გადაუარონ, როგორც ეს თავად სურთ. აი ეს ამას ნიშნავს ყველა შემდგომი დღე უარესია ჩვენ მართლმსაჯულებაში, ახალს არაფერს არ გეტყვით. გარდა იმისა, რომ დიახ, მეც, მზიაც, სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის. და არც ერთ სხვა სასამართლოს შენობაში სამწუხაროდ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის. მე დღეს ამ სასამართლოს ვუთხარი, მაგრამ რა გითხრათ, ორი ყურისთვის აქვთ. ვუთხარი, რომ ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ აღიარო, რომ სისტემამ რაღაც მომენტში შეწყვიტა იყოს სამართლიანი და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სისტემამ უკვე შეწყვიტა იყოს სამართლიანი. სისტემამ გადაწყვიტა, რომ იყოს ტოტალურად უსამართლო და მოძალადე. და ასეთი სისტემები არსებობენ მხოლოდ იქ, სადაც სასამართლოები აძლევენ ამის უფლებას. დღეს აი სასამართლოს ამ შემადგენლობამ კიდევ ერთხელ მისცა სისტემას უფლება გადაუაროს ადამიანს ისე, როგორც მას გაუხარდება. არ უნდათ ამ მოსამართლეებს იყვნენ დამოუკიდებლები. არ უნდათ და ვერ მოანდომენ. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ისეთ დარბაზში, რომელშიც მხოლოდ 24 ადამიანი ეტევა და შესაბამისად მზია ამაღლობელის კოლეგების, მეგობრების და მხარდამჭერების ნაწილმა დღევანდელ დასკვნით სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო და შესაბამისად ეს პროცესი ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. დღევანდელ სასამართლო პროცესს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა და სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად მზია ამაღლობელმაც. მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა მის უფლებადამცველებს და ასევე აღნიშნა ისიც, რომ მისთვის რა თქმა უნდა არ არის სასურველი პატიმრობა, თუმცა არც საშიშია და როგორც მზია ამბობდა, მისთვის საშიში ის არის უფრო მეტად, რომ როდესაც გამოვა პატიმრობიდან და ტყვეობიდან, როგორი ქვეყანა დახვდება მას, ეს იქნება დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა თუ უტანკოდ რუსეთის დაპყრობილი საქართველო. სათქმელი არაფერი არ არის რეალურად გარდა იმისა, რომ ჩემი მაძლიერება გამოხატო ამ ღირსეული დაცვისთვის. ეს არის სიმართლის ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს. მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის. პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს ის პატიმრობიდან, როცა გამოვალ რა დამხვდება გარეთ. დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლების დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ, ეკონომიკურმა გამოწვევებმა, ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება. ჩვენთვის ყველასთვის, ვინც ამ დარბაზშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს ბრძოლა ბოლომდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულ ქალ ჟურნალისტს სასჯელის 2 წლიანი ვადის მოხდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოუწევს, თუმცა მათი ადვოკატების თქმით ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.